90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ინიციატივა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი 19,000-ზე მეტ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს და სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებას უზრუნველყოფს. პროექტის დეტალები საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნეს. საქართველოს მელიორაციაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების, როგორც სატარიფო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმები ინფრასტრუქტურის ნაწილში. პროექტი მოიცავს სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტს და გათვალისწინებულია ყველა რიგის, როგორც მაგისტრალური, ასევე ყველა რიგის გამანაწილებელი სისტემის რეაბილიტაცია. ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია და ჩვენი რეგიონისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარება. დავესწავლით ზემო სამგორის სარწყავი სისტემის პროექტის პრეზენტაცია, სადაც პრეზენტატორებმა დეტალურად ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჩვენი პროექტი. საირიგაციო სისტემით ირწყვება მიახლოებით 6,000 ჰექტარი ფართობები, მაგრამ რეაბილიტაციის შემდგომ ეს მონაცემები გაიზრდება 3-ჯერ და მეტჯერ. ეს პროექტი მოიცავს რეგიონის მთელი სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას, სრულ რეაბილიტაციას, დანგრეული და არარსებული ინფრასტრუქტურის თავიდან აშენებას.